ტკბილი ხო ძალიან მიყვარს, მაგრამ ტკბილმჟავე დესერტებზე მთლად ჭკუა მეღუნება. თან ეხლა ცომზე და შაქარს ერთი თვით უარი ვთქვი და ამ დესერტის მომზადებისას პარალელურად წნევას ვიზომავდი. ერთი შეცდომა მაინც გამეპარა და ვერ ვპატიობ ჩემ თავს. ინგრედიენტებსაც შეეხება ყველაზე ბიუჯეტურად ორი ნაბიჯიდან მოვიმარაგე. გამოვიყენე 4 სახეობის კენკრა: მარწყვი, მაყვალი, ჟოლო და მოცვი. ჯამში 600 გრამი. მოვაყარე 2 სუფრის ковზის სახამებელი, იმისთვის რომ მასა შეკრას და წყალდარ წავიდეს. დავუმატე 200 გრამი შაქარი, 1 შეკვრა შაქრიანი ვანილინი, ასევე დავახეხე 1 ლიმონის ცედრა და დავაწურე 9 ლიმონის წვენი. სიმჟავეს კიდევ უფრო გამოკვეთავს და ყვებში ჟუანტელი გარანტირებულია. შემდეგ სუბუქად ამოვურია და ცოტა ხნით გადავდგი. დავჭერი კარაქის თხელი ფირფიტები. 5 ფირფიტა საკმარისი გამოდგა. გამოიყენეთ 24 სანტიმეტრის დიამეტრის ნამცხვრის ფორმა. შემდეგ გადავიტანე შიგთავსი და გავასწორე ზედაპირი. ცოტა ხნით გვერდით გადავდგათ და მოვამზადოთ ცომი. დაგჭირდება 150 გრამი შაქარი, 150 გრამი ფქვილი, 50 მილილიტრი რძე და 60 გრამი გამდარი კარაქი. ყველაფერი გადავიტანე ერთ თასში და კარგად გადავურიე. ასევე დავუმატე 1 შეკვრა შაქრიანი ვანილინი და აი აქ დამავიწყდა გამაფუერებლის დამატება. თქვენ არ დაგავიწყდეთ. მომზადებული ცომი მოვასხი კენკრას. მოვაყარე ნუშის ფანტელი და გამოვასხე 105 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45 წუთით. 10 წუთი გავაგრილე და ნაყინთან ერთად რამდენიმე ковზი მაინც გავსინჯე. ვერ შევიკავე თავი. ძალიან გემრიელი გამოვიდა.